ფანქარი, კოუზი, ფანქარი, კოუზი. მიდი გააგრძელე შენ. გააგრძელე. ფანქარი, ყოჩა. ყოჩა. კარგი ბიჭი. ძალიან მაგარი ხარ. რომელია? ორი. ძალიან კარგია. რომელია? ხუთი. ორი. ოჩა დარტი. ძალიან მაგარი ხარ. აი შენ ერთი ლეგო კიდე. გამიგზავნე კოცნა. არის ისეთი ნიუანსები, რაც ძალიან მტკივნეულია დედისთვის. მე ჩემი შვილი დაილაპარაკებს, ვერ დაილაპარაკებს, ადაპტირდება, ვერ ადაპტირდება, მაბედნიერებს და מחარებს და ჩემთვის არის ყველაფერი, ერთიც და მეორეც, მაგრამ ის რომ ემზადები ძალიან დიდი ხალისით თქვათ ბავშვის დაბადების დღისთვის და იქ სადღეგრძელოში რომ ცრემლს ჩაგიქსოვენ, იქ რომ ტირილით მოგილოცავენ, იქ რომ აი რაზეც ჩვენ გული გვტკივა, იქნებ გაიაროს და გისურვებს რომ გამოსწორდეს ძალიან მაღიზიანებს. ჩემი მეგობრებიც კი გაიგეს, გაგებით მოეკიდნენ ჩემი შვილის პრობლემას, თუმცა ჩემი შვილის დაბადების დღეზე არ მოყავთ ბავშვები, იმიტომ რომ ნუ აი რაღაცა არ უნდა და ვერ წამოვიყვანე, რაღაცა მიზეზებს ყოველთვის იგონებენ. შესაბამისად არ სიამოვნებთ, როდესაც მიმყავს მათთან სახლში და ამას როდესაც მივხვდი, შესაბამისად არავისთან აღარ დამყავს. გარდა ერთი მეგობრისა, რომელმაც არ ვიცი თავის შვილებს რა უთხრა, სამი შვილი ყავს და ბავშვები ელოდებიან მთელი სიხარული. 1 2 3 საქრო შემოტრიალდი. თუ ვინმე მოგვისმენს თქვენი საშუალებით, იქნებ ვთხოვოთ ამ ხალხს, რომ აი არ გვინდა, არ არის საჭირო ზედმეტი ცრემლი, ზედმეტი თანაგრძნობა. ვიცით რა, მოეფერონ, გაუღიმონ, ჯობია 5 წუთი ბავშვს და უთმონ, ვიდრე შენ ცრემლიანი სადღეგრძელოთი მოგილოცონ, თუნდაც ბავშვის დაბადების დღე.